I will win. Just watch. ეს აბიტურიენტთა გამოცდის 51 ამოცანა 4-ქულიანი, წესით ყველაზე რთული უნდა იყოს. ეს არის კვადრატული განტოლება, რომელიც პირველი კოეფიციენტი 1-ის ტოლია, მეორე კოეფიციენტი მინუს ფრჩხილებში m-3-ის, ხოლო მესამე კოეფიციენტი m² პლუს 3m პლუს 2-ის. პირობის თანახმად განტოლებას ორი ნამდვილი ფესვი აქვს და ამ ფესვების კვადრატების ჯამს გვეკითხებია. ვიეტას თეორემის თანახმად ფესვების ჯამი არის მინუს მეორე კოეფიციენტი გაყოფილი პირველ კოეფიციენტზე, ანუ ჩვენ შემთხვევაში m-3, ხოლო ფესვების ნამრავლი არის მესამე კოეფიციენტი გაყოფილი პირველზე, ანუ m² პლუს 3m პლუს 2. ფესვების ჯამი რომ კვადრატში ავიყვანოთ, მივიღებთ პირველი ფესვის კვადრატს, დამატებული პირველი და მეორე ფესვის გაურკეცებული ნამრავლი, პლუს მეორე ფესვის კვადრატი. აქედან ფესვების კვადრატების ჯამი ტოლი იქნება ფესვების ჯამის კვადრატს გამოკლებული ფესვების გაურკეცებული ნამრავლი. თუ შევიტანთ მოცემული მნიშვნელობებს ფესვების კვადრატების ჯამისთვის, მივიღებთ m-ის და 3-ის სხვაობის კვადრატს უნდა გამოვაკლოთ ორჯერ აღებული m² პლუს 3m პლუს 2. ფრჩხილების გახსნის და გამარტივების შემდეგ მივიღებთ პასუხს ფესვების კვადრატების ჯამი უდრის -m² მინუს 12m პლუს 5. ამ ფუნქციის გრაფიკი არის პარაბოლა, რომლის სფეროს ორდინატი არის ფუნქციის უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც 51-ის ტოლია. ამ მნიშვნელობას ფუნქცია ღებულობს, როცა აბსცისა არის -6-ის ტოლი. m პარამეტრის ეს მნიშვნელობა აკმაყოფილებს ამოცანის პირობას, ანუ როცა m უდრის -6, მაშინ განტოლებას აქვს ორი ნამდვილი ფესვი. თუ გსურთ ჩვენთან მომზადება, მიმდინარეობს რეგისტრაცია ონლაინ ჯგუფებში. ბმული იხილეთ აღწერაში.